განცხადება, რომელიც ეუთო ოდირმა ქართული ოცნების მოწვევის პასუხად გაავრცელა, ამ განცხადებაში ნათქვამია და იგულისხმება, რომ პასუხისმგებლობა პროცესზე ეკისრება ქართულ ოცნებას, რადგან ერთი თვე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა ოდირს მოსამზადებლად, არის არასაკმარისი და შეუძლებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ჯგუფი დააკომპლექტოს, მონიტორინგის ორგანიზება მოახდინოს და მოახერხოს ქვეყანაში ჩამოსვლა ადგილობრივი არჩევნების წინ იმისთვის, რომ არჩევნების სრულფასოვანი მონიტორინგი და შეფასება მოხდეს. შესაბამისად, მისია ამბობს, რომ ისინი ქართულ ოცნებას აფრთხილებდნენ კიდეც, რომ საკმარისი დრო მიეცათ მისიისთვის. ეს შეუძლებელი არ სცოდნოდა თავად ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იწვევს სადამკვირვებლო მისიას და როგორც წესი ეს ხდება 4-6 თვით ადრე, ვიდრე არჩევნების დღე დადგება და შესაბამისად ახლა ეს ყველაფერი მოხდა რადიკალურად განსხვავებულ ვადებში. დაახლოებით 1 თვით ადრე მოიწვია ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო მისია იმ ფონზე, როცა მანამდე საერთოდ არ აპირებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას და ამბობდა, რომ ადგილობრივი არჩევნები არ არის იმ მასშტაბის არჩევნები, რომ ეუთო ოდირი შეაწუხოს ქართულმა ოცნებამ და ქვეყანაში ჩამოიყვანოს დასაკვირვებლად. გამოდის ისე, რომ ქართული ოცნების მოწვევაზე უარის თქმა უწევს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, თუმცა აქ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ შეაფასებენ არჩევნებს, რომლებსაც ვერ დააკვირდებიან, გაუწევენ მონიტორინგს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რადგან საქართველო არის ეუთოს წევრი და მას ევალება, რომ დემოკრატიული პროცესი წარმართოს. ჩვენი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვებას სჭირდება საფუძვლიანი მომზადება და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპზე წვდომა, შესაძლებლობა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მოგვიწვიოს ასეთი დაგვიანებით ხელი შეუშალა არსებით დაკვირვებას და ოდირი ვერ შეძლებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანა, საქართველოს აქვს ვალდებულება ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოდირი კომენტარს არ აკეთებს არჩევნებზე, რომელზეც თავად არ ახორციელებს დაკვირვებას, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს მის მანდატში გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით. ბუნებრივია, ახლა კითხვები მიემართება ქართულ ოცნებას, რომლის დეპუტატებს თუ წარმომადგენლებს ჩვენ დავუსვამთ კითხვას, რატომ მიიღეს ამ ტიპის გადაწყვეტილება არჩევნებამდე 1 თვით ადრე, როცა გაცილებით უფრო ადრე არსებობდა კითხვები მათი მისამართი, თუ რატომ არ იწვევდნენ სადამკვირვებლო მისიას და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება დაგვიანებით. იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ, რომ ეუთო ოდირი ვერ მოასწრებდა დროში მისიის დაკომპლექტებას და ქვეყანაში ჩამოსვლას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბუნებრივია ეს იყო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ჰქონოდა დამატებითი არგუმენტი, რომ თითქოს მას სჭირდება საერთაშორისო შეფასება ადგილობრივი არჩევნების. რეალურად კი ის ყველა მხრივ თავს არიდებს იმისთვის, რომ კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა არ არსებობდეს მის მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. მოწვევისთვის ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხვა მხრივ ვერ აიხსნება ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება და ასევე ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ეუთო ოდირის უარს ქართული ოცნება გამოიყენებს ისევ როგორც არგუმენტს ანტიდასავლური რიტორიკის გასავრცელებლად. ეუთო ოდირის მისიის მოწვევა რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა პროპაგანდისტული ხრიკი. ასეთი რამ ჩვენ გვინახავს ბელარუსშიც, გვინახავს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში, რომ ნდომოდა რეალურად ქართულ ოცნებას ეუთო ოდირის მისიის მოწვევა, ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა უარს ამის შესახებ. ახლა ველოდებით იმას, რისი პროგნოზიც გავაკეთეთ, კერძოდ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა მოლაპარაკე თავები დააბრალებენ ისევ ეუთო ოდირს არ ჩამოსვლას და ისევ ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით იქნებიან დაკავებულები. სინამდვილეში ეს იყო მათ მიერ მოწვევისთვის. წინასწარ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დროის ამ პერიოდში ეუთო ოდირის მისიის მოწვევა იქნებოდა შეუძლებელი, ზუსტად იცოდნენ რა პასუხსაც მიიღებდნენ, სწორედ ამიტომ დააგვიანეს მისიასთან დაკავშირებული მოსაწვევის გაგზავნა ეუთო ოდირში. ეს არის თაღლითი რეჟიმი, რომელიც აი ეს ტრიუკებით ცდილობს საერთაშორისო ლეგიტიმაციის თითქოს მოპოვებას და მე იმაზე საუბრის დაწყებას თითქოს აი ეუთო ოდირი არ ჩამოვიდა და არ აკვირდება ამ არჩევნებს და თითქოს ამაში უგრევია ვიღაცა deep state-ის თუ რაღაცა სხვა ადამიანების და ორგანიზაციების ხელი. ეს არის ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას არ აპირებდნენ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ნახეთ უკვე, რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა
ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ ეუთო ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ეუთო ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ რომ შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები. საბოლოოდ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? ჩატარდება თუ არა ადგილობრივი არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში? ექნება თუ არა მას საერთაშორისო ლეგიტიმაცია? ეს დგება ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ, გამომდინარე იქიდან, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანაში არ ექნება საერთაშორისო შეფასება. ეუთო ოდირი არის ყველაზე მსხვილი და ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია, რომლის დასკვნებს ეყრდნობიან ქვეყნები, როცა ისინი აყალიბებენ საგარეო პოლიტიკაში დამოკიდებულებას რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების და მისი შედეგების მიმართ. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ადგილობრივ არჩევნებს ვერც ადგილობრივი ორგანიზაციები დააკვირდებიან ან დააკვირდებიან შეზღუდული რესურსებით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის სამართლიანი არჩევნები, რომელმაც უკვე განმარტა, რომ რამდენიმე ფაქტორი მას ხელს უშლის იმისთვის, რომ სრულფასოვანი მონიტორინგი განახორციელოს და შესაბამისად ამ ვითარებაში ჩატარდება 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში.